ლობსტერი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა ძალიან კარგი დელიკატესია. ბევრი გემრიელი კერძები მზადდება. მით უმეტეს ჩვენ ვაპირებთ, რომ ისე ავითვისოთ ლობსტერი, რომ მოვამზადოთ წვნიანი, რომელსაც 4 ადამიანი გაიყოფს და მთავარი კერძი, რომელიც პრინციპში თავისუფლად შეიძლება რომ 2 ადამიანმა მიირთვას. ანუ უკვე ძალიან პრინციპში მისაღები იქნება ერთი ლობსტერის, აი ესე გამოყენებით მიღებული დიდი პორციები. ლობსტერის ყველაზე გემრიელი ნაწილი არის კუდი, თუმცა საცეცებისგანაც ბევრი კარგი რეცეპტი მზადდება. ლობსტერი შეგვიძლია გამოვაცხოთ კიდევაც და მოუხარშოთ. თუმცა ეხლა წვნიანისთვის, რა თქმა უნდა, ჯობია მოუხარშოთ. ჯერ უნდა მოუხარშოთ, ჩვენ ვამზადებთ ფრანგულ კლასიკურ ბისკს, ესე ქვია თვითონ წვნიანს, რომელიც მზადდება ლობსტერის ან კრაბის აბჯრისგან. ანუ ჯერ რა თქმა უნდა უმია, ანუ თვითონ ლობსტერი უნდა მოიხარშოს, ახლა კარგად გაწითლდება, ლამაზ ფერს მიიღებს. შემდეგ უკვე აბჯარს გამოვაცხობი. მე ძალიან მომწონს აი ეს, რომ მივიღებთ წვნიანს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი არომატი ექნება ლობსტერის. მოხარშოს დიდი ხანი არ სჭირდება. დაახლოებით 5 წუთი საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ისევ და ისევ უნდა გამოვაცხოთ, დავშალოთ, გამოვაცხოთ და მე თავისი მომზადების წესია. მოსახარშოს ბევრი მარილი გჭირდება, მაინც ზღვის პროდუქტია, ოკეანის ზღვის პროდუქტია და სჭირდება 5 წუთი. როგორც კი დაიწყებს ამოსვლას ზემოთ, უნდა დააცდოთ 3-5 წუთი. აი ხო უკვე გაწითლდა. რა ლამაზი ფერი მიიღო. ყველაზე ბევრი ხორცი აქვს აი ამ საცეცებში, გემრიელესი ხორცი. სანამ წამოდუღდება ჩვენი ლობსტერი, ნიახურის ბოლქს მოვაცალოთ კანი. ანუ ვამზადებთ ასე ვთქვათ ლობსტერის ნახარშს, ანუ ბულიონს, რომელიც შემდეგ დუღილის შედეგად გახდება ძალიან კონცენტრირებული გემოს მქონე. ამ ყველაფერს უკვე ნაღები გაანეიტრალებს და მივიღებთ უგემრიელეს კრემ-სუპს, ასე ვთქვათ. კრემ-სუპის ფაქტურა ექნება, უფრო თხელი იქნება ოდნავ. 1/2 ხახვი დიდრად დაჭრილი, ნიორი ასევე დაჭრილი და არა გახეხილი, რადგან ჩვენ მაინც ლობსტერის გემო გვინდა რომ იყოს უპირველეს ყოვლისა და გახეხილი ნიორი კიდევ ძალიან მძაფრია ხოლმე. ლობსტერი უკვე მოიხარშა, შეგვიძლია ამოვიღოთ. აუ რა კარგი ფერი აქვს. ამას გავაცივებთ ცოტა ხანი და მერე უკვე შეგვიძლია აბჯარი მოვაშოროთ. მანახე უნდა ვზახო ახლოდან, რა კარგი ფერი აქვს. მაგრამ ეს ჯერ კიდე მეოთხედი არომატიც კი არ არის, რაც უნდა ჩვენ ამისგან დავაყენოთ. წყალი გადავასხი, ეხლა დავიწყებ პოსტეულის შეწვას. დაგჭირდება ზეითუნის ზეთი და ცოტა კარაქი. არომატული იქნება ბევრად ზეითუნის ზეთზე. ზეითუნის ზეთი დაახლოებით 60 მილილიტრი. 60 გრამი კარაქი. ცხიმიანი რო იყოს. კი, თანაც უფრო ბლანტი გახდება აი ამ დუღილის შედეგად. კარაქი დაეხმარება შესქელებაში. აქ არის 1/2 ხახვი, 3 ნიორი დაჭრილი და ასევე დაგჭირდება კიდევ ჩვეულებრივი ხახვი, რომელიც არ უნდა გავთვალოთ. კანიანად წითელი ხახვი აუცილებლად, რადგან საკმაოდ კარგი არომატი აქვს და გემო კანშიც. რა თქმა უნდა, გარეცხილი უნდა იყოს. და ნიორიც უხეშად გადაჭრილი, აი ამ ძლიერი არომატისთვის პირდაპირ ჩავაგდებთ ბულიონში. ეს ბოსნაული ჩვენ საბოლოო ჯამში არ დაგჭირდება, ეს მხოლოდ არომატისთვის არის, ნახარშისთვის, მე ამ ყველაფერს გადავწურავთ. ანუ ვიზუალურ მხარეს ამ შემთხვევაში ცოტა ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. სტაფილო დიდად დაჭრილი. მეც ნელა-ნელა დავიწყებ უკვე ლობსტერის დანაწევრებას, ასე ვთქვათ, ნაჭრებად. პირველ რიგში მოუხსნათ კუდი. საკმაოდ ისეთი სამუშაოა, მინდა ვთქვა ძალიან ბევრი ალბათ იტყვის, რომ უსიამოვნო, ჩემთვის მართლა სიამოვნებაა, ოღონდ კუდი, რომელიც მოხსენით, აი ესე ხელითვე დავაჭიროთ, გადაწყდება. ერთი დიდი ნიახურის ბოლქვით დიდება დაჭრილი. ვიზუალურად რომ ლამაზი გამოვიდეს, მე ბოლომდე არ მოხსნი აბჯარს. ანუ ხორცს საბოლოო ჯამში შევჭამთ აი ამ ლობსტერის აბჯრიდან. ხო, უბრალოდ თავარია ეს პატარა საცეცები უნდა მოხსნათ. რა თქმა უნდა, გაუსწოროთ ფორმა, რომ უფრო ლამაზი იყოს ვიზუალურად. ზედა ნაწილი მოვაჭრათ, რადგანაც ძალიან მინდა რომ ზუსტი ფორმები გქონდეს. მოკლედ, კუდს ვიტოვებთ ცალკე ხორცთან ერთად და ვიწყებთ უკვე
საცეცების გასუფთავებას. საცეცებს რაც შეეხება, შეგვიძლია დანის მეორე მხარეში დავამტრიოთ. აი ესე გაიხსნება. აი რამდენი ხორცია. ეს გადმოვიტანოთ ცალკე, ანუ მთავარი კერძისთვის აი აქ ცალკე მოვიმზადებ ხორცს. თითო ლობსტერი დაახლოებით იწონის 500 გრამს. რა თქმა უნდა, ხორცი აქედან რჩება დაახლოებით 150 გრამი, რადგან დანარჩენი არის უკვე აბჯარის წონა, მაგრამ იმდენად ინტენსიური გემო აქვს და მართლაც დელიკატესია, როგორც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ აი ეს ცოტა ხორციც კი, რომელიც აქვს ძალიან აი გვიკმაყოფილებს ყველანაირი აი გემოების მოთხოვნილებას. ბოსტნეული კარგად მოითუშა უკვე, შეგვიძლია დავუმატოთ ტომატის პასტა. ერთი დიდი კოლზი. მეც უკვე მზად მაქვს პრინციპში ლობსტერის აბჯარი გამოსაცხობად, რადგან სხვანაირი გემო უნდა მივცეთ ამ ყველაფერს. ნებისმიერი თუნდაც კერამიკული ფორმაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ, გადავიტანოთ უკვე ხორცისგან გამოცლილი აბჯარი. ამას უნდა მოვასხათ სულ ცოტა სეიფუნის ზეთი, თანაც უფრო კარგად დაიბრაწება. და ვაწყობ 220 გრადუსზე 10 წუთით. ველოდებით დაახლოებით 10 წუთი. სანამ ბოსტნეული იხარშება და ლობსტერის ჯავშანი წხვება, მოვამზადებ ნივრიანი კარაქს. ნივრიანი კარაქი გჭირდება პურისთვის, ბაგეტისთვის. წვნიანს ძალიან მოუხდება. ერთი ნივრის კბილი, დაახლოებით 60 გრამი კარაქი. რა თქმა უნდა, რბილი ოთახის ტემპერატურის რო ადვილად ამოურიოთ. ცოტათი წითელი წიწაკა და კარგად აურევ ერთმანეთში. ძალიან გემრიელად დაიბრაწება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ფრანგულ ბაგეტის პურს. თემატურათაც ძალიან უხდება და ნუ რა თქმა უნდა, გემოდით. კარაქი მზად არის. შეგვიძლია გადავდოთ. ლობსტერიც უკვე გამოცხვა პრინციპში. შვენიერი. გადავიტანოთ გამომცხვარი უკვე ლობსტერის აბჯარი ქვაფში. თავის წვენებით და ზეთით, კარგი არომატი დგას უკვე. თეთრი ღვინო. დაახლოებით 250 მილილიტრი, ანუ ერთი ღვინის ჭიქა. წყალი. ისო დაფაროს. ეხლა უნდა იდუღოს მინიმუმ 9 საათი. ნუ რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ხანი იდუღებს, უფრო კონცენტრირებული და უფრო სქელი იქნება ჩვენი წვნიანი. ველოდებით. მოიხარშა უკვე ეს ბლანტია, შეგვიძლია გამოვთოთ. შესქელდა უკვე, ხო? არომატი გადასარევი. უნდა გადავწუროთ. ესე. ნიახურის ბოლქვებს ამოვიღებ. რადგანაც ჩვენ აი ამ გემრიელესად მოხარშულ ნიახურის ბოლქვს, რომელიც ეხლა გაჟღენთილია თვითონ ანუ აი ლობსტერის არომატით, ამას უკვე მთავარი კერძისთვის როგორც პიურე ისე მოვამზადებთ. ანუ ყველაფერს ვითვისებთ, ყველაფერს ვიყენებთ მაქსიმალურად. 4 ადამიანს თავისუფლად ეყოფა მეგონი ეს წვნიანი. კი, წვნიანი თავისუფლად ეყოფა და მთავარი კერძი ორი კაცისთვის. შეგვიძლია გადავაგდოთ. კი, უკვე რაც ქონდა გემო და არომატი, ჩვენ უკვე გამოვიყენეთ. ეს შენ. ნახე, როგორი კარგი, ლამაზი ფერი აქვს და ნუ არომატი ხო თავისთავად. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, რომ ესეც შეიძლება უკვე რომ მივირთვათ ეს წვნიანი, ვისაც თქვა ნაღები არ უყვარს, რადგან საკმაოდ გემრიელია, უბრალოდ მძაფრია და გვინდა რომ უფრო გავანეიტრალოთ და უფრო მარტივი საჭმელი გავხადოთ ეს წვნიანი, ხო? ამიტომ დავუმატებთ მაღალპროცენტიან ნაღებს, 35%-იანი ნაღები არის. დაახლოებით 2 წუთი წამოვადუღებთ და მზად იქნება წვნიანი. მოვამზადებ ნივრიან პურებს. ნივრიანი კარაქი უკვე მზად არის, გვჭირდება ბაგეტი. ახლავით 4 ნაჭერი საკმარისი იქნება. წვნიანი უკვე მზად არის. უნდა გამორთო. ეკაც ველოდებით უკვე პურებს, ხო? უნდა გავსინჯო რა მაგარია. აუ,
აი ესეთი წვნიანი ძალიან დიდი ხანი არ მიჭამე. აი მართლა ძალიან დახვეწილი, ძალიან განსხვავებულია. ნივიანი პურების გამოცხობაც შეიძლება ასევე ტაფაზე შეწვა. 4 ცალი ჩვენ გვეყოფა, 2 შენ, 2 მე. კი. მაღალი ცეცხლი. მოვატრიალოთ. აუ, კარგია. ძალიან ლამაზია. ესე იგი, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ წვნიანი, რომელიც 4 კი არა, მეტ ადამიანსაც ეყოფა. 5-6 პორცია ალბათ. პურიც მზად არის, შეგვიძლია უკვე გავაფორმოთ. რა თქმა უნდა, გავსინჯოთ, ხო? ლობსტერის წვნიანი მზად არის. გავსინჯოთ? აბა. რა კარგი არის. ეს არის ძალიან მაგარი წვნიანი. მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ლობსტერი გარეგნულად არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება და ვთქვათ, ვისაც ძალიანაც არ უყვარს ეგეთი რაღაცეები, იმასაც კი ძალიან მოეწონება ეს წვნიანი. ისეთი გემრიელია, უბრალოდ ვერ აღწერ. ძალიან მსუბუქი, გემრიელი ლობსტერის წვნიანი, ნამდვილად დელიკატესია. კიდევ